კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა კონფერენციის 21 სესია ამჯერად პარიზში გაიმართება, სადაც კლიმატის ცვლილებების კონვენციის ახალ ხელშეკრულებას მიიღებენ. პარიზის კონფერენციამდე ქვეყნები კონვენციის სამდივნოში წარადგენენ დოკუმენტს, სადაც მოყვანილი იქნება თუ რა ტიპის ვალდებულებას იღებს ქვეყანა. საგრძე იმჟელე საკოორდინაციო კომიტეტის ხდომაზე, რომელიც გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში გაიმართა. ამჟამად ემისიების შემცირების ვალდებულება აქვთ მხოლოდ განვითარებულ ქვეყნებს. ახალი ხელშეკრულება კი ძალაში 2021 წლის 1 იანვრიდან შევიდა. ეს საკითხი არ ეხება მარტო ეკოლოგიას, ეს არის ჩვენი ეკონომიკის უფრო ეფექტიან რეჟიმში, უფრო მწვანე რეჟიმში გადაყვანის საკითხები, რაც საბოლოოდ უკვე უკავშირდება უფრო მეტ სამუშაო ადგილს, უკავშირდება უფრო მაღალი ხარისხის სამუშაო ადგილებს. შესაბამისად, ყველაფერი აისახება სოფლის მეურნეობაზე, აისახება ტურიზმზე, აისახება ჰიდროენერგეტიკის განვითარებას და საბოლოოდ ქვეყნის განვითარებას. გერმანიის საერთაშორისო თანამეგობრობის საზოგადოება აქტიურად ეხმარება საქართველოს დაბალი ემისიის სტრატეგიის შემუშავებაში. ჩვენ ფოკუსირებული ვართ ორ სფეროზე. ესენია სატყეო სექტორი და ტრანსპორტი. მნიშვნელოვანია საქართველოს ზუსტად იცოდეს თუ რა რესურსი გააჩნია კლიმატის ცვლილების შესაჩერებლად.